ზუგდიდში ცენტრალური სუპერმარკეტის წინ ბაზრის მოვაჭრეებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს. ისინი მერიისგან მოსულ ოფიციალურ წერილობით შეტყობინებას აპროტესტებენ, რომელშიც მათი თქმით ნათქვამია, რომ ვაჭრობისთვის უკანონოდ აგებული რკინის კონსტრუქცია 2 დღის ვადაში უნდა დაიშალოს. მოვაჭრეების განცხადებით, ამ გადაწყვეტილებით ისინი პრაქტიკულად უმუშევრები რჩებიან და არ მისცემენ მერიის წარმომადგენლებს კონსტრუქციის დაშლის უფლებას. მათთან ერთად გადაწყვეტილებას ბაზრის ადმინისტრაციას აპროტესტებს, სადაც აცხადებენ, რომ მერიამ მიწა უკანონოდ მიითვისა და შესაბამისად უკანონოა გამოცხადებული ტენდერი, სადაც კომპანია ლონდასტემ გაიმარჯვა. ხო ხედავთ რა დღეში ვართ ხალხი, მესამე თვეა მივმართეთ, ნორმალურად პარკლებში რომ მივმართეთ, ყურადღება არ მოგვაქციეს. ჩვენ თუ ეს აი როგორც ეს სავალი გზა არის, მთავარი ასეა ჩვენთვის ჩვენი ადგილების მთავარი, რომლის აჭრის ნებართვაც მოვიდათ უკვე 2 დღის განმავლობაში უნდა აჭრან. სად უნდა წავიდეთ, რა პასუხს გვაძლევენ? ეხლა ზიან კაბინეტებში, მარტო ჩვენ გვჭირდებით ხმის მისაღებად, რომ ადგილები გქონდეთ კაბინეტებში რომ იყვნენ. ეხლა არ გამოდიან. იქიდან გუშინ გვაგინებდნენ, რაც თქვენი საქმე გააკეთეთ და ხალხ ყურადღებას მოაქცევთ, თუნდაც დაიხოცონ. აი ეს პასუხი არის. წერილი რომ აიჭრას წინა სიგარეტის უბანი, რომელიც არა კანონიერად გაასხვისეს ჩვენს გარეშე. ჩვენ არ ვიცოდით, ჩვენ მქონდა ეს მიწა სარგებლობაში 22 წელია. ეხლა მუნიციპალს რო გადმოეცა, არავითარი მათგან ჩვენ საბუთი არ მიგვიღია, ისე გაუშვეს ტენდერზე. ჩვენი ქონება, რომელიც ეხლა განთავსებული, ჩათვალეს არა კანონიერად ჩათვალეს. ეხლა მოვიდა წერილი, რომ ჩვენი ქონება უნდა ავჭრათ. ხალხი წინააღმდეგია. აღნიშნულ თემაზე ჟურნალისტებთან კომენტარი ქალაქ ზუგდიდის ვიცე-მერმა გააკეთა. გია გულორდავას განცხადებით, მოვაჭრეების აქცია ბაზრის ადმინისტრაციის მიერ არის მართული, ხოლო ტერიტორიის იჯარით გაცემასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ აღნიშნული კანონის სრული დაცვით მოხდა. მათ უნდათ უტენდერობდეს. მიაჩნდათ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვაფიქსირებ ამას, რომ ეს ტერიტორია არის ჩვენი. ძახდნენ, იმიტომ რომ წლების განმავლობაში ისინი კრებდნენ აქ გადასახადს უკანონოდ ფოთეშორის. არავითარი ყველა გადასახადს თავისი ბიუჯეტში შესადანი ახლავს, იცით თქვენ, არ ხდებოდა ესეც. და ამიტომ ჩვენ მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რაც მივიღეთ. ვფიქრობთ, რომ ბაზრის დირექციისგან არიან მართულები ეს ადამიანები? ვფიქრობ, ასეც არის. ცენტრალური სუპერმარკეტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოვაჭრეების მიერ გადაკეტილი გზის გახსნა სამართალდამცავების ჩარევის შემდეგ გახდა შესაძლებელი.